მოგესალმებით მეგობრებო, ჰენდიმენი ისევ დაგიბრუნდათ. M კვადრატის პროექტში ვარ ისევ, რამოდენიმე ვიდეოები ჩემი თუ ნახეთ, თუ რას ვაკეთებდი M კვადრატში, ახლა დაკათვალიერებინებთ 1-2 სიტყვით. კეთყვით თუ აქ რა ხდება. პირველადი ვიდეო კი ნახეთ აქ რაც ხდებოდა თავიდან, ახლა აქ სამალიარო სამუშაოები ფაქტიურად უკვე დასრულებულია. კედლებს ფინიში გადაესვა. ელექტროობა ფაქტიურად დასრულებულია, ხედავთ რომ როზეტები დავაყენე, სადენების გამზადებულია, ეს ფაქტიურად აქ შევა და შემდეგ გადაბმები და მექანიზმის ინსტალაცია იქნება მხოლოდ გასაკეთებელი და ჩარჩოები მისაყენებელი, ყველგან აი წერტილები გამზადებულია, აქ სადაც ბრა იქნება, აქ ორ კლავიშა ჩამთვლელი, დაბლა ერთი როზეტი, ანუ კლასიკური ჩვეულებრივი დენცქვიტა. დახურულ შკაფში LED-ისთვის განკუთვნილი წერტილი, აქ ჩამთვლელი LED-ისთვის, აქ ერთი როზეტი, ფართუქზე ორი როზეტი, დაბლა გაზისთვის, ორი როზეტი, ზევით გამწოვისთვის, ეს დამცველი სისტემა, რომ გაზის გაჟონვის შემთხვევაში ავტომატურად გადასცეს სიგნალი და ცენტრალური გაზი გარეთ დაიკეტოს. კოლოფები პლუსით აღვნიშნე, სადაც გავაკეთეთ შეკი, გადაბმა, დაპრესვა. იზოლაცია ამ დენცქვიტიდან გადაბმა გავაკეთე აქეთ, ესეც დახურული იქნება, შკაფში მოხდება ტელევიზორის დაბალი ესეთი ტუმბოები როა გრძელი, აი გამოვა შეტყობინება აქ, როგორც ვაპირებთ დიზაინში და მანდ დაიფარება ეს ტელევიზორისთვის როზეტი და ინტერნეტის სადენი, ეს აქ LED-ის სადენები გამზადებულია ყველაფერი, როგორც გითხარით, ესეც დაპლუსებულია, სადაც დაპლუსებულია ყველაფერი არის დაჩეკილი, შემოწმებული ის კონდიციონერისთვის სადენი გამზადებული. ეს რაც შეეხება სამზარეულო მისაღებს, ანუ სტუდიოს. დაგათვალიერებინებთ ახლა საძინებლებში რა გაკეთდა. აქაც იგივე წერტილი ტელევიზორისთვის. აქ დიდი საწოლი იდგმევა ამ ადგილას და აქ ტუმბოები. ტუმბოებისთვის ჩვენ გქონდა ანუ მოკლე მანძილი, აი აქ არ ყოფნიდა დიდი საწოლი რო ჩატეული იყო, აქ არ გქონდა მაგის საშუალება. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გადმოგვეტანა როზეტი აი ამ ადგილას. ეს აღნიშნული სამუშაოები, რა თქმა უნდა, კონკრეტულად მე გავაკეთე. აქ უკვე სამალიაროს სამუშაოები დასრულებული იყო და გამომდინარე იქიდან, რომ ამ კედლის დაზიანება არ გვინდოდა, გრძელი ბურღით შევედით, აი ასე და აი ასე გამოვაძვრინე სადენი, აქ გადაბმები ესე გაკეთდება, ეს სწრაფი ტიპის გადაბმებია, რომელიც ჩვეულებრივად იმალება კოლოფში, დენცქვიტის კოლოფში, ეს შემდეგ დაიხურება და იქნება ჩვეულებრივი კედელივით და ანუ როგორც გითხარით, აი ესე გადმოვიტანეთ რა როზეტი. აქაც ანალოგიური სამუშაო, დასამატებელი იყო ზედა წერტილი, ასე ქვედა გქონდა და ზედა წერტილი იყო დასამატებელი, აი ამ ჩამთველის სიმაღლეზე, ანუ ეხლა აქ ლაზერი რო გავავლო, ანუ ეს არის ზუსტად ესე ცენტრში გასწორებული. ეხლა აქ სულ წერტილში ცოტა არეულობაა, იმიტომ რომ სანტექნიკური სამუშაოებია დაწყებული, აი ხედავთ პერიმეტრზე მილები როა ჩალაგებული. აქ ელექტროობაზე ეხლა რა ხდება? ორი წერტილი დავამატე აქ იქნება შტეფცელ ჩამთველი, აქ იქნება სარკისთვის განათება, აქ კიდე დამატებით იქნება ერთი შტეფცელი, რომელიც სარწყ მანქანას ემსახურება. ну რა თქმა უნდა, ყველაფერი დამიწებით კეთდება. აი ეს სადენები ჩემი გაკეთებულია. აი ესე მოდის. აი იმ კოლოფიდან ეს გადაწყვეტილება მივიღე იმიტომ, რომ არ დამეზიანებინა კორიდორის აი ეს კედელი. მე მივიღე ესეთი გადაწყვეტილება, რადგან სულ წერტილში ზევით გქონდა გამანაწილებელი კოლოფი, რომელიც რა თქმა უნდა უკავშირდება ავტომატებს, ხონერად ვერ იქნება. აი აქედან გავაკეთე ეს ორნახევრიანი სადენები, ანუ ერთი არის ჩამოსვლელი ჩამთველში და ორი ბრუნდება, იმიტომ რომ ორ კლავიშა არის, ერთი ემსახურება ცენტრალურ განათებას, ხოლო მეორე ემსახურება გამწოვს, რომელიც აი იქ დავტოვე სადენი, უნიტაზი აი აქ იქნება და ზუსტად უნიტაზის ზევით ჩაირთვება გამწოვი. შეკვეთაში ასე იყო,
გათვლილი, ანუ დამკვეთს ჰქონდა სურვილი, რომ გარედან ჩართულიყო გამწვევიც და განათება